შეხვედრა მასწავლებლის სახლში ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი წარმატებულ პედაგოგებს და მოსწავლეებს ხვდება. შეხვედრას პირდაპირ ეთერში ვთავთ. Ოდიში დაგვიანებისთვის ცოტა შემოგვიანდა, იმიტომ რომ ვარკვევდი დღეს და გუშინ მოხდა ორი უბედური შემთხვევა შენებლობებზე. ერთი არამიანის საავადმყოფოში, პირველ საავადმყოფოში თბილისში შენებლობის დროს ღამით ჩამოინგრა შენობა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ქუთაისში პარლამენტის უკან იქ მიმდებარე ტერიტორიაზე შენებლობაზე ასევე სამწუხაროდ ერთი ადამიანი დაიღუპა ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად. და ეს საკითხები ძალიან მაწუხებს, იმიტომ რომ ერთის მხრივ საქართველოში ისტორიაში ვიმეორებ არასოდეს არ ყოფილა აქ ისტორიის მასწავლებლებიც ხარ ამ ხელა მასშტაბის შენებლობა, როგორც გაკეთება ამ წლებში გასულ 2-3 წელიწადში და გაკეთება შემდეგი 3-4-5 წელი. მეორე თან ეს ხდება ამდენი წლის არაფრის კეთების, უმუშევრობის, დეკვალიფიკაციის ფონზე. და ამიტომ მე ყოველთვის ამას ძალიან ფრთხილად ვეკიდებ ერთ მხრივ სასწრაფოდ ეს ყველაფერი ასაშენებელია, მეორე მხრივ ბოლო ერთი კვირა პარლამენტს რომ ამთავრებდით, ყოველდღე ვეკავდნენ რამაზ ნიკოლაიშვილს, არა იმიტომ რომ მე შინოდა რომ ვერ დაამთავრებდნენ, ზუსტად ვიცოდი რომ დაამთავრებდნენ, არამედ იმიტომ რომ ყოველდღე ვეუბნებოდი რამაზ შეხედეთ უსაფრთხოების წესებს. ნუ იქ რამაზ დაადგა თავს და შეხედა, სხვა შენებებსა ყველგან რამაზე ასნაჭერად ვერ გაიჭრება, მე ამიტომ მე უთხარი ეხა დაველაპარაკე ყველას. ხაი რაც უყურებ მაგათ იმ იგივე საავადმყოფოში გუში რაც მოხდა განათება არ იყო, ღობე არ იყო, ელემენტარული წესები არ იყო დაცული, შეერაღებული თვალითაც ჩანდა ყოველ შემთხვევაში ტელევიზორში და უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა შენებლობის ხელმძღვანელს და ვინც უშუალოდ უბნის ხელმძღვანელია ადამიანებს არ აგდებდეს საფრთხეში. არაფერი არ ღირს ისეთი როგორც ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ მე ვარ ძალიან ამ თემაზე გაბრაზებული, იმიტომ რომ თან იციან ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ზუსტად ამ საკითხებზე, ძალიან გულთან ახლოს მიმაქვს. მეორე მხრივ ეს არის ის, რომ ჩვენ ბევრად უფრო კარგად უნდა გადავზრდოთ ჩვენი სპეციალისტები, ეს ტექნიკური სასწავლებელი რომელიც იქნება, ამისთვის არის, რომ ჩვენ გვყავდეს მაღალი კვალიფიკაციის ხალხი, არ უბრალოდ ადამიანი, ვისაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს, მოვიდა და პირდაპირ დგება შენებლობაში და თან იბარებს რამე სამშენებლო უბანს. უნდა იყოს მომზადებული კადრები, რომ და ესეთი რამეები ხო ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქ სადაც არის კარგი ტექნოლოგიები და ჩვენ უკვე უნდა განვავითაროთ კარგი ტექნოლოგიები, მაქსიმალურად უნდა იყოს გამორიცხული. ეს რაც შეეხება ამას და ჩემი დაგვიანების მიზეზს. მეორე არის ის, რომ ჩვენ მინდოდა შევხვდეთ აქ ხართ პედაგოგები, რომელთაც ჩააბარეს გაიარეს სერტიფიკაცია, ხართ 100 პედაგოგი, 100 ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ საქართველოში არსებობენ 1000 ლარიანი ხელფასის მქონე სკოლის პედაგოგები. ამაზე ფიქრიც არ შეგვეძლო 2-3-4 წლის წინ. და აქ ხართ წარჩინებული ბავშვები საქართველოს რეგიონებში და შეკრეფილები. აქ არის 3 რაღაცაა მაგარი ამ დარბაზში. 1000 ლარიანი პედაგოგები, ჩვენი საუკეთესო ბავშვები და საქართველოში გამოშვებული კომპიუტერები. 2-3 წლის წინ ეს იყო ფანტასტიკის საგანზე, ყველა გვეთხოვდა რომ თქვივა. და ეს არის ის, როცა მიზნად ისახავ რაღაცა მაგრა გააკეთო. ჩვენი ქვეყანა ხდება სხვანაირი ქვეყანა. აი ეხლა რამდენიმე დღე ყავდა, ამდენი დღე მეგორი არც არ შეასულა, ეს კალბატონი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი. და ეხლა რა თქმა უნდა, ხალხი იძახოდა, ჩემ Facebook-ზეც იძახოდა ზოგი ამბავი, დიდი ამბავი, ეხლა რა მოხდა? დიდი ამბავი, ეხლა ხილარი კლინტონი ქედაში. აი ლუშკოვი რო დადიოდა ასლანთან და კრემლიდან ცხელ-ცხელი ამბავი რო ჩემოქონდა.
ორი ნაგავი ერთმანეთთან რო ურთიერთობდა ხოლმე ყველას დასანახად, ეს დიდი ამბავი იყო იმათთვის, ვისაც ხილარი კლინტონის ჩამოსვლა ბათუმში და ქედაში უკვე არაფრად ეჩვენება. და მთელი არცი ყველა საინტერესო რა იყო, იმიტომ რომ ეს ამ შენობასაც ეხება და საერთო ახალ სისტემას რომელიც ჩვენ ვქნით. თქვენ იცით რომ რა აღიზიანებთ ყველაზე მეტად ჩვენ ოპონენტებს. ნუ შუშის ხიდი თავისთავად დაინგრეს, ეს ყველამ კარგად იცის. გეგონა ხალხს მეტი პრობლემები არ აქვს. და ამ გარდა ქუთაისის პარლამენტზე რომელიც რა თქმა უნდა სამიზნეა, მთავარი სამიზნე არის იუსტიციის სახლები. ხილარი კლინტონს გიორგი ვაშაძემ სისტემის ხელმძღვანელმა ცოტა მე შევეშურე დავათვალიერეთ იუსტიციის სახლში რაღაცები მოვყევით და აქ წყინვალი მახსოვრობა, წყინვალი. მე რო დამთავრდა ხდომა, მოკიდა თავის დელეგაციის ხელს თვითონ თავის ინიციატივით ყველას ხელი დაახლოებით 25 კაცი. ყველა ჟურნალისტ ამერიკელს ეთიკეტი 30 დაამბა და წაიყვანა და აი ჩვენ რაც მოვყევით, თვითონ ჩაუტარა ექსკურსია. თვითონ მოყვა დეტალები, ზუსტად იგივე ყველაფერი ინფორმაცია გადაცა, გარდა იმისა, რომ კიდე პლუს დაამატა თავის ახთოვანად, თქვა რომ ამერიკა ამასთან შედარებით არაფერი არ არის ამერიკული სახელმწიფო სამსახური და ვადასტურებ, მე მქონია შეხება ამერიკულ ასეთ უწყებად. ახლო ვერ მოვა ჩვენ იუსტიციის სახლებთ. მაგრამ ამან რო თქვა, ეს მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ განსხვავებით ხშირად ამბობ, დიდი ამბავი ამერიკა რუსეთი ორივე ერთი. რანაირად არის ორივე ერთი? ამერიკა ჩამოვიდა იძახის რომ არმია უნდა შექმნათ, იძახის რომ თქვენი ტერიტორიები უნდა გათავისუფლდეს. იძახის რომ ყველაფერი ის რასაც რუსეთი ეწინააღმდება. იძახის რომ საქართველოში უნდა იყოს თავისუფლება და დემოკრატია. იძახის რომ უნდა განვითარდეს ჩვენ სკოლებში დებს მომავალი წლისთვის რამდენიმე 10 მილიონ დოლარს და ჩვენ დავამატებთ და 150 მილიონ ლარად დაწყებული წლევანდელი წინა მომავალ საქართველოში უკლებლივ თითქმის ყველა სკოლა იქნება ისეთი რომ ევროპელებს შეშურდებათ, შვეიცარიელებს, ფრანგებს და ინგლისელებს და ეგეთებს და არაფერს არ გაძალებს. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ავტონომია საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში იგივე რა თქმა უნდა, ძირითადად თანხმედროვე აქვს საკითხებში, მაგრამ არასოდეს ის არ გიწევს, რომ მოდი ეს გააკეთე, ის გააკეთე. მაგალითად, ეხლა ამერიკამ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა, საქართველომ არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. და არასოდეს არ მოგწოლიათ, რომ გინდა თუ არა გააკეთეთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სამართლებრივად ეს სწორი არ იყო კოსოვოს დამოუკიდებლობა. გამომდინარე ასევე ჩვენი შიდა სიტუაციიდან. და განსხვავებით რუსეთისგან, ამერიკა გაძლევს ამ საშუალებას, რომ შენი პოლიტიკა გქონდეს, შენი თავისუფლება გქონდეს, შენი გადაწყვეტილებები გქონდეს. და მთავარი რაც მათ უნდათ რომ შენ განვითარდა და წარმატებული იყო. ამიტომ არის რომ ამერიკელებთან ერთად ვაკეთებთ ახლა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება ოსაბჭოს სივრცეზე აღმოსავლეთ ევროპაში ყველა საუკეთესო ბათუმში და ის შექმნის სტანდარტებს სხვა უნივერსიტეტების, ის შექმნის სტანდარტებს სკოლებისთვის, ის შექმნის სტანდარტებს ტექნიკური სასწავლებლებისთვის. ამ ტექნიკურ უნივერსიტეტში 25% სტუდენტების იქნება ისწავლის უფასოდ. ყველაზე ნიჭიერი ქართველები, რომელსაც არ აქვს საშუალება, ისწავლიან უფასოდ. ესეც არის ჩადებული ამ კოდს და სხვა ჩვენს ის ამერიკელების მოთხოვნაც იყო, ჩვენ რა თქმა უნდა ამას დავემხრობთ. სხვა ჩვენს ჰილარი კლინტონმა ყველაზე მეტი ლაპარაკა ჩვენ ახალგაზრდობაზე. და თქვა რომ თავარი რაც უნდა შეჩერდეს, რომ აი ახალგაზრდობა რა ყველაფერი, რა ენთუზიაზმი, რა შექმნა, ეს უნდა გაგრძელდეს. ვიღაც ძველი მაჯლაჯულები კი არ მოbrunდნენ. ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაცია, მაგრამ თვითონ რაც თქვა, გამგები კაიგებად, რომ უნდა გაგრძელდეს ამ ახალგაზრდების მიერ შექმნილი რეფორმები და არა მუმიები და მაჯლაჯულები ამოძვრენ თავის პოლიტიკურ საფლავებიდან და მოაჯდნენ, მოასკუპტენ ისე ყველაფერს როგორც ეს იყო. დღეს ჩვენ შევეკრიბეთ იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ გამოცდების ახალ სისტემაზე. 7 წლის წინ თავარი ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ერთიანი ეროვნული გამოცდება. ერთიანი ეროვნული გამოცდება ძირითადად გადაწყვეტს მთლიანობაში კორუფციის პრობლემა უნივერსიტეტში მიღებების დროს. ეს იყო დიდი მიღწევა და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების გაკეთებაში. მაშინ ჩვენ სხვა გამოსავალი არ ქონდა, სკოლები იყო უმძიმეს მდგომარეობაში, სკოლაში 28 ქონდა, 8 არ იქონდა მათ პედაგოგს ხელფასი, სკოლებში არ იყო გათბობა, სკოლებში არ იყო ფანჯრები ბევრ ადგილზე. ამ მდგომარეობაში ყველამ კარგად იცით. ბევრი კიდეც საჭიროებს გამოჯობესება, მაგრამ ისეთ სკოლები აღარ დაგვჭირ როგორც ქონდა. ახლა სიტუაცია არის შემდეგ, ჩვენ გვაქვს, მაგრამ რა ვცქნა ეროვნულ გამოცდება პრობლემა რა შეიქმნა, თქვენ ჩემზე უკეთესად იცით. ვინაიდან იცოდე მე-10, მე-11, მე-12 კლასში სკოლაში რასაც გააკეთებდა, არაფრის მნიშვნელობა აღარ ქონდა, თავარი მომიზადო ეროვნული გამოცდების. და ვინცაც უნივერსიტეტში ჩაბარებდნენ, მისთვის მით უმეტეს. ამიტომ დაცარიელდა სკოლა. რაც შეიცვალა განათლების ახალ მინისტრთან ერთად, დიმიტრი შაშკილთან ერთად, დიმიტრი შაშკილმა და ყველამ ჩვენგანმა ბავშვები დაუბრუნდათ სკოლაში. ამ მანდატით მოვიყვანა ეს კაცი,
პირველი ჩვენი საუბრებით იმას კარგად ახსოვს იყო რომ თავარი ამოცანა ბავშვები დაბრუნდეს სკოლაში. ეს ფსევდოლიბერალური მიდგომა რომ ბავშვმა რაც უნდა იქ იქნას, თუ უნდა ხეზე ჩააძურეს და იქიდან იქ დაეკიდოს ფეხით და იქანაოს. თუნდა საერთოდ უისწავლოს, თუნდა საერთოდ არა მშობა ლიბერალურია და თავისით განვითარდება. თავისით არაფერი არ ვითარდება. ველურ ბუნებაში შეიძლება გაველურდე თავისით. ბავშვს უნდა დაძალება რომ ისწავლოს. არ არსებობს ხო მე მშობელი ვარ და ძალიან კარგად მე მაძალებდა რომ ესწავლა. არ არსებობს დაძალების გარეშე რაღაც ეტაპზე სწავლა რომ ისწავლოს ვირო. პედაგოგებმა ხო ეს კარგად იცით. რა თქმა უნდა დაძალებას გარდა არის სტიმული შეინჭირება შენგან 1000 გვარი მეთოდი არსებობს დაძალების. მათ შორის ძალიან მეგობრული და ყველანაირი მაგრამ დაძალება აუცილებელია რომ ბავშვმა გაისწავლოს. და ჩვენ ქონდა სისტემა რომ არ აუშავს ყველაფერი თავის განვითარდება. არავინ თავის არ განვითარდება. ყველგან საჭირო პოლიტიკა. თავრობის დონეზე, სკოლის დონეზე, კლასის დონეზე, საგნის დონეზე, საბავშვო ბაღის დონეზე. ამიტომ ჩვენ შევთქმენით ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში ატესტატები. ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში მანამდე მედლების წახალისების სისტემა, ოლიმპიადები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რატომაც გაუქმებული იყო და ნიველირებული იყო ცოტა. ჩვენ დავაბრუნეთ სკოლაში გამოცდები. და თქვენ ნახეთ, პირველ გამოცდებს ჰქონდა პრობლემური, ეხლა სპეციალურად გადავაწყვეტ, არ დაგვიწევია სტანდარტი და მათემატიკაში შარშან თუ ჩაიჭრა სადაც 20% ხო? წელს ჩაიჭრა 1%-ზე ნაკლები. ამაღლდა დონე განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებით. ამას მარტო სკოლის გამოცდები არ მეტყველებს. უნივერსიტეტებში ბევრი წავიდა ტექნოლოგიებში, იმიტომ რომ ჩვენ მარტო შენებლობით, ტურიზმით, მომსახურების სექტორით, ფინანსურ სექტორით ვერ განვითარდებით. თუ ჩვენ არ შევქმნით ტექნოლოგიები, თუ ჩვენ არ შევქმნით ინდუსტრიები, საწარმოები, რომელიც იქნება კონკურენტული, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ამერიკასთან, კლინტონმა გამოაცხადა ეხლა, ხო, თავისუფალი ვაჭრობა გვექნება ევროპასთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ბევრ ჩვენ მეზობელთან. ესე იგი, ჩვენი პროდუქტი გადასახადის გარეშე შევა სოფლიოში, ესე იგი, ბევრი ჩადებს ფულს აქ, რომ გახსნას საწარმო, იმიტომ რომ არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას არ ექნება გადასახადების გარეშე შესვლა მაგალითად ამერიკაში, არც ამერიკას, არც ინგლისს, არც საფრანგეთს, არც ჩეხეთს, არც პოლონეთს. ჩვენ გვექნება. მაგრამ დღეს რა უნდა შევიტანოთ? დღეს რაღაცების გამოშვება დავიწყეთ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ახალი რო შეიქმნას, გვჭირდება ბევრი განათლებული კადრი და ეს განათლება იწყება დღეს 5 წლიანი ბავშვიდან, რომელიც იღებს კომპიუტერს და ლეპტოპს. ამიტომ ჩვენ შევქმნით ეს სკოლის გამოცდა. მაგრამ ეხლა შევქმნით ეს მივიღეთ ესეთ სიტუაცია შემიძლია. ერთ მხრივ არის 8 სკოლის გამოცდა და მე არის 4 ეროვნული გამოცდა. 8 სკოლის გამოცდა ცალკე ემზადება ბავშვი, მე ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ქირაობს რეპეტიტორს და ემზადება დანარჩენი 4 გამო როგორც წესი. რეპეტიტორის ქირაობის საშუალება ბევრს არ აქვს. ნუ ნახოთ ციფრები, რეპეტიტორების ქირაობის საშუალება ძირითადად თბილისის ცენტრში ხალხს და ძალიან ცოტა გარეუბნებში და ძალიან ცოტა მით უმეტეს რეგიონებში. რეგიონებში პრაქტიკულად არავის არ აქვს. და აღმოჩნდა რომ ისევ დავყავით საზოგადოება პრივილეგირებად 9 აწეულ ასეთ ტიპებად და დანარჩენ საზოგადოებად. ვისაც აქვს რეპეტიტორების საშუალება და ვინც არის დანარჩენი ხალხი, ესე 90% საქართველოს. აი ეს არის ფუნდამენტური დავა. ამას მე ვერასდროს ვერ მივიღებ და ვერანაირი ელიტისტური ესეთი მიდგომით ჩემ ვერ გავიზიარებ. ამიტომ იყო ჩვენ დავუკარგეთ დრო და ბოლო 1 წელი რო არ გაეტარებიათ ამათ განათლების სამინისტროში კამაჩი და დროზე რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, წელს უკვე ეროვნული გამოცდები აღარ ჩატარდებოდა და აღარ უნდა ჩატარდეს. წელს ჩატარდება, მომავალ წელს უკვე აღარ უნდა ჩატარდეს. თუ არ არის საჭირო ორი გამოცდები, არ არის საჭირო ხალხს ბოლო კაპიკები წამოართვა, იმიტომ რომ თავის შვილები წაიყვანო რეპეტიტორებთან. იმის გამო რომ შეიქმნა მე ხა მაფიას არ უწოდებ, იმიტომ მე კორუფცია მოვსვეთ, მაგრამ მაღალ ანაზღაურებად ცალკე ფეოდალური რაღაც ჯგუფები, რომელიც კარგია რომ ცალკე სისტემა, მოდი თუ რამე გინდა ჩვენგან წადი რეპეტიტორი ეყოლე, წადი ესა ეკე, წადი ბოებზადე. იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით რომ არ შეიძლება გამოცდაზე თხოვდეს ისეთ რაღაცას ბავშვს, რომელიც არ ისწავლება სკოლაში. ეს იყო მთავარი პრობლემა. ამიტომ ჩვენ წელს უკვე ბაბას ვეღარ ვასწრებთ ამ მთელი ამ გაუგებრობების გამო, რაც ამათ შეექმნა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მომავალი წლიდან სკოლები იქნება მხოლოდ სკოლაში, გამოცდები იქნება მხოლოდ სკოლაში, იქნება 8 გამოცდა პლუს ტესტი უნარჩვევებში, როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში, ეგ ცივილიზებულ ქვეყნებში, და ამ გამოცდების შედეგებით ბავშვები თუ უკვე ბავშვები ახალგაზრდები ჩააბარემ ყველა უმაღლეს სასწავლებელში. ვისაც უკვე სკოლა დამთავრებული აქვს, იმათთვის კიდე შევქმნით ცალკე ტესტებს, ანუ ვინც ვერ ჩააბრეს პირველ წელს, წლის განმავლობაში ყოველ შეიძლებათ და ეხლა რატომ ადრე გამოცდები იყო მარტო ზაფხულში რატომ ხოც. წლის განმავლობაში, პედაგოგებსაც წლის განმავლობაში და იმდენჯერ ჩადოს, ამდენს მომდებათ
ბავშვებსაც რომელიც ვერ ჩააბარებენ წლის განმავლობაში ცალ-რამდენიც მოდი აი როცა ჩააბარებენ მაშინ ჩააბარონ აი ჩემი შვილი მაგალითად ეხლა ჩააბარა ძალიან მაღალი ქულე მიიღო SAT არის ეს საერთაშორისო უნივერსიტეტების ტესტი მაგრამ მეორეჯერ თუ მესამეჯერ ცადა წლის განმავლობაში ცადა იქ არავინ არ გწუდავს თუ კიდე ეხა აბარებ ერთ თვეში კიდე ჩააბარე ერთ თვეში კიდე ჩააბარე როცა გაუმჯობესებ მაშინ ჩააბარე ჩვენი ამოცანა ის ხო რა ვიღაც ხელოვნურად გავრიყოთ ჩვენი ამოცანა რომ სტიმული მივცეთ რომ გამოვქაჩოთ და ზემოთ ავწიოთ ეს ეხება პედაგოგებსაც წელს 51000 ადამიანი აბარებს სასერტიფიკაციო გამოცდებს ორჯერ მეტი ვიდრე შარშან და მე თქვი რომ ჩვენი ამოცანა ის კი არა რომ პედაგოგებს ვთქვათ რომ აი ჯერ ერთი ჩვენი ამოცანა ის არის მე ხო პოპულიზმი დავიწყოთ ხო რომ მე ვიცი რომ 300 ლარი ზოგი პედაგოგი ამაზე ნაკლებს იღებს იმიტომ რომ ზოგს არ აქვს სრული საათები არის ძალიან ცოტა 28 ლარი არ არის როგორც დასწრში მაგრამ ძალიან ცოტა მაგრამ რამე მოგატყუოთ და გითხეთ არა 300 ლარი არ გიქნება 1000 ლარი გიქნება 1500 ხელი არ განძ არ მოგატყუოთ პირდაპირ გეუბნებით გაქვთ შანსი რომ გქონდეს 1000 ლარი ზოგს 1500-ს არა ჩააბარეთ გამოცდება რომ ჩემ შვილებმა ჩვენმა შვილებმა გვინდა მიიღონ უკეთესი განათლება მაგრამ ეს პლანკა ესე თამასე კი უნდა ავწიოთ რომ სადღაც ზემოთ ადის და იქ სადღაც ჭერთან არის და გადაახტება ეხლა მე რომ დამიყენო იქ 8 მეტრზე გადავახტები არ გადავახტები რამდენიც არ ვარჩი ხო უნდა იყოს ისეთი რომ სტიმული ქონდეს პედაგოგს რომ იყოს უფრო მაღალი ვიდრე დღეს არის მაგრამ გამომდინარე რეალობიდან რაც არის რეალობა დღეს რისის შესაძლებლობაც აქვს პედაგოგებს და თუ ამაში გავაკეთებთ ნელა ამოკაჩოთ დონეს საერთოდ დონე რომ გაიზრდა მე ავწევთ თამაშს არის ხო მე მაგრამ ჩვენ გვჭირდება რომ პედაგოგებმა ჩააბარონ მე იმედი მაქვს რომ წელს ბევრი ჩააბარებს ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე 1000 6000 ვიცი მაგრამ ეს არის მხოლოდ 10% მე იმედი მაქვს რომ ეს მკვეთრად გაიზრდება და ჩვენ გვყოლება დიდი რაოდენობა პედაგოგების რომელსაც ეკრება ამაღლებული ხელფასი და აბაზე ჩვენ ფულს არ დავზრუნოთ მაგრამ კიდევ ერთხელ რომ უდან გადავლახოთ რაღაც ბარი და შეეხება გამოცდებს 8 გამოცდა სკოლაში ნიშნავს იმას რომ გაიზრდება სკოლის მნიშვნელობა პლუს საბუნებისმეტყველო საგნები რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად ჩავაბარებთ ქართულსაც მაგრამ ქართულში საჭირო ობიექტური კრიტერიუმების დადგენა არა ისე რომ გამსწორებელია და იმას თავის კრიტერიუმები და მე ვიცი ყველაზე რთული ასე იყო მე ოქროს მედალი მქონდა სკოლაში და ყველაზე რთული ქართული გამოცდა იყო იმიტომ რომ ერთი გამსწორებელი ასე გიყურებს მეორე ისე გიყურებს და ესე არ გამო იქ უნდა იყოს წინასწარვი ასევე ცნობილი რა ფასდება ქართულში დადებით არ უნდა იყოს იქ რაღაცა სუბიექტუროს დამოკიდებული ესეც უნდა შეგა ეს უფრო რთული ამოცანა მაგრამ გაკეთებადია უნარჩვევებს სკოლაში გაკეთებადია ვასწავლოთ ბოლო კლასში უნარჩვევებს პატარა კურსზე შევწოდოთ უნარჩვევებს რა თქმა უნდა ჩააბარონ ბავშვება სკოლაში და ეს მიცემს სკოლას და მასწავლებელს ფასს და ეს გააძლიერებს ყველა საგანს საშუალო სკოლაში და ეს გამორიცხავს რეპეტიტორობას და გამორიცხავს უსამართლობას შემდეგ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ სოციალურ სამართლიანობას ჩვენ მივიღებთ იმას რომ ჩვენ შევძლებთ რომ ჩვენ ბავშვებს მივცეთ ბევრად უფრო მაღალი კვალიფიციური განათლება იქ სადაც განათლებას ყველგან მსოფლიოში იღებს საშუალო ზოგად საგანმანათლებლო სკოლაში აი ეს არის რაც ყველა მეტად უნდა გავაკეთოთ უკვე 2013 წლიდან ამით სხვა შორის მე რაც დავყიდით ჩემი საპრეზიდენტო ვადაში დასრულდა 2013 წელი რომ მეორე საპრეზიდენტო ვადაში ჩვენ გვექნება ყველა სკოლა როგორც შვეიცარიაში ჰოლანდიაში ინგლისში კრიზისმა გადაიარა ჩვენ თავს ომო ყველაფერმა მაინც ვასრულებთ ამ დაპირებას და დავამთავრებთ გამოცდების ისეთ სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდეგ გაუძლებს ათწლეულებს. როგორც არის საფრანგეთში, გერმანიაში, რამდენიმე ათწლეული ამ სისტემით არის ყუტარდება ყველაფერი. და ეს არის სოციალურად სამართლიანი სისტემა. ჩვენ უნდა საერთოდ ეს სისტემა ერთიანი როლი გამოსცემის კიდევ ერთხელ მომents დიდი რეფორმა იყო თავის დროზე, სხვა გამოსავალი იყო, მაგრამ მაშინ 1500 სერვერი გვაქვს ხა სკოლაში. მაშინ ხონდა დანგრეული სკოლები. სკოლებში უკვე შეიძლება. სკოლებში უფრო ადამიანური სიტუაცია ეხა მაგალითად ვერ ვასწრებთ კონდიციონერების დაყენებას საგამოცდო ცენტრებში. ისეთი სიცხეა. როგორია როზე ხარ საგამოცდო ცენტრში და 38 გრადუსია სიცხე და წერ აბოთფილელზე ქართულის გამოცდას. ხო ტვინი ხო გადაგიხურდება და ყველაფერი აგებნება, ხო? თან საუბარია ჩამოყალიბების სიკიკეში ადამიანს ბავშვს. ამიტომ ბევრად უფრო სწორია თავისთვის გასაგებ გარემოში სკოლაში შეაბაროს. სადაც მანამდე მრავალი წელი იყო ჩაოლებებს საკლასო ოთახში კომპიუტერიზირებულ უფრო მეტიც. წელს გავაკეთებთ ამას უკვე ჩქარ ინტერნეტი უნდა დავნერგოთ და მშობლება უყუროს თავის ბავშვს როგორ არის გამოცდის დროს. ხო, გარეთ დგას მშობლები, ის კიდე 10 ჯერ მეტად ნერვიულობს. გარეთ დგას გასაცოდებლად, ხა ჩემი მშობლები იდგენებოდ, თქვენი მშობლები იდგენ, ყველა მშობლები იდგენ ეგრე. უნდა შევქმნათ აი სისტემა, რომლითაც ადამიანი
უყურებს ბავშვს მუდმივად და არ მიზის გული, რომ იმას ხო არ მიზის გული შემთხვევით. ყველაფერი უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე და ისეთი გამოცდება უნდა იყოს, რომელიც იქვე აძლევს ნიშანს და არა მერე კიდე დავსიკავ რა მოხდება და მივცეთ შანსი, რომ წლის განმავლობაში ბევრჯერ ჩააბარო. აი როცა ჩააბარებენ, მაშინ ჩააბარო. რომ კიდევ ერთხელ მეორე ამასეთ გუში რო გამოაცხადე, ეგრევე ვიღაცა მომწერა Facebook-ზე, აი მე 24 წლის ვარ და გავქნა, ეხა არ გავუხმეთ წელს, მაინც არ გავუხმეთ, ხო თუ მომოწევს ვაპირებ ჩაბარო. არა უშავს, იქნება საგამოცდო ცენტრი, როცა მინდა ჩააბარო. როგორც წელს კი არა მარტო. წელიწადში 12 თვეს იქნება გამოცდა. ბავშვმა ვერ ჩააბარო, შემდეგ თვეს ჩადოს, შემდეგ თვეს ჩვენი მიზანი არის რომ გამოვკაჩოთ, მივცეს სტიმული, თავის თავზე იმუშაოს. ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი პედაგოგები არიან, ჩვენი კადრები არიან, ჩვენ გვინდა რომ ისინი მაღალ კვალიფიციური იყოს, მაღალ შემოსავლიანი, იმიტომ რომ ეს წავა საზოგადოება წინ. და იცით რომ სამუნიციპალო საგნებს ჩვენ კიდევ უკეთესად აღჭურვებთ ლაბორატორიებს, აქ ხართ ბევრი პედაგოგი, იცით რომ 75-ლარიანი დანამატია პლუს გარდა სხვა რაღაცეების აქ კომპიუტერ ინგლისურად შემოვიღეთ, რომ ვინ ჩააბარეს ლაბორატორიულ თემებს. იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება ამ სფეროებში ბევრი კვალიფიციური ადამიანი და უკეთეს კვალიფიკაციის ხალხი არსებული შემოდგომა ძალიან ძლიერ თვითონ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები შემოვლენ უნივერსიტეტში. ხა 1000 ლარიანი როცა არის ხელფასი უკვე. უნივერსიტეტ დამთავრებული ახალგაზრდისთვის ეს მიმზიდველი არის. თუმცა იმ პირობებში, როცა დღეს ბევრი საწარმოში ადგილი ჩნდება ესეთებში. კონკურენცია იქნება, ამიტომ სკოლამაც უნდა გაუწიოს კონკურენცია ახალი კადრების შემოსვლას. ეს არ უნდა გაჩერდეს, მაგრამ თავარია დაუფასოთ ის გამოცდილი კადრები, რომელიც ყავს. ჩვენ გვყავს ბევრი იდეალისტი, პატრიოტი საქართველოს სკოლების საზოგადოებრივი სკოლების მასწავლებელი 90-იან წლებში რასაც მასწავლებლებმა გაუძლეს, მე არ ვიცი მაგას რომელი სისტემის, მომეთამაშა ახლა სანმე ეგ რომ მოხდებოდა შვეიცარიაში, ჰოლანდიაში. ჯერ ბავშვებს გადაყრდნენ ფანჯრიდან და მე თვითონ გადახდებოდი, ხო? ფსიქოლოგიურად მაგას ვინ გაუძლებს? რასაც თქვენ გაუძლებთ. ეხლა საჭირო უბრალოდ ეს სისტემა დავალაგოს სწორად. ძალიან კარგია რომ ხატია ძალიან ენერგიულად მოკიდე, ხატია ის რომ მეზობელი იყო აგერ ნულიდან შექმნა პოლიციის აკადემია. მაგრამ პოლიციელის არ არის მე პირდაპირ თქვა, ეს არის ძალიან კარგი მენეჯერი და ძალიან მაღალ განათლებული ადამიანი, რომელსაც აქ ახალებული ხედვა. ჩვენ მუდმივად გვჭირდება განახლება, რეფორმებს ვერაფერი ვერ გააჩერებს. შეიძლება ადამიანს ხონდეს რაღაცა ერთ ეტაპზე სწორი ხედვა, მაგრამ მე რეფორმები მიდის წინ, ცხოვრება მიდის წინ და ყოველთვის ესე არის, ბოლო წუთში ყველა ადამიანი რაღაც პერიოდში ძველდება. მე ძველდები, დაშკინიც მალე დაძველდება, ოღონდ მალე არა, ჩემზე იქით, ჩემზე უფრო დიდ ხანს გაძლებს. ხატია საერთოდ არასოდეს ყოველთვის თანამედროვე იქნება, მაგრამ ესე არის და ყოველთვის უნდა აუწყოთ ცხოვრების მოთხოვნილებას. ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ უკან ვიხედებოდეთ, ჩვენ მუდმივად უნდა ვიხედებოდეთ წინ. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გითხრათ თქვენი გამძლეობის რომ ამდენი ხანი მელოდეთ. მინდა ბავშვებს გითხრათ მადლობა კარგი სწავლისთვის, თქვენ ყველას გადმოგეცემათ ეს საქართველოში აწყობილი კომპიუტერები. ძალიან ვამაყობ რომ წარმოგიდგენთ 4 წლის წინ ჩვენ 5 წლის წინ 4 წლის წინ გადავწყვეტ რომ აგვეწყო სამხედრო წარმოება, იმიტომ რომ ყველამ შეწყვეტა ჩვენც იარაღის მოცემა. ეხლა გამოაცხადა ამერიკის სახელმწიფო დივანმა და რუსები კი ამ ჭუიდან გადავიდნენ, არ ვიცი რატო. ნუ უბრალოდ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. რომ აი საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვაზე იბუშება რაკეტები. 4 წლის წინ არ ვინაფერს არ გვაძლევთ. ეს მართლაც გარღვევა, ახლა ამერიკა ძალიან ცოტა ქვეყანაში აკეთებს ეგეთ რაღაცას. მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ჩვენი იარაღის გამოშვება. ვიპოვეთ ჩვენი განათლებული კადრები, დავუბრუნეთ ბევრი უცხოეთი და მათ შორის ევროპიდან, ისრაელიდან. გამოვუშვით ანტისატანკო იარაღები, გამოვუშვით სკვეიტე საბრძოლო მანქანები, გამოვუშვით უპილოტო საჰაერო საფრენი აპარატები, გამოვუშვით ნავთყორცნები. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ თუ ამის გამოშვება შეგვიძლია, თურმე სხვა რაღაცების გამოშვება დომია. და გამოვუშვით ესენი და გამოვუშვით, იმიტომ რომ თავიდან ავაწყეთ თვალშუს დავიწყეთ დაპროგრამირება ჩვენი პილოტო საფრენი აპარატების და აღმოჩნდა რომ საქართველოში არიან პროგრამისტები და არიან ამის სპეციალისტები. ბევრი არა, მაგრამ არიან. მე ამ გამოვუშვით ბიზნეს თვითმფრინავები, ჯეტები, რამდენი ქვეყანა უშვებს სოფლიოში ბიზნეს ჯეტებს. ჩვენ კიტრის წინს ვერ უშვებდით, ირანიდან შემოგვხვევთ კლიენტს. ესე იგი შეგვძლებია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი ჯერ. ჩვენ გვაქვს ესე იგი ნიჭი, მაგრამ წარმოგიდგენთ ის 5 წლის ბავშვი რომელიც ლეპტოპს იღებენ და რომელსაც თქვენ ასწავლეთ, ისინი საერთოდ გადაატრიალებენ სოფლიოს გადატრიალებს. ეხლა შვეიცია არის დაახლოებით ჩვენზე ცოტა პატარა დიდი ქვეყანა და შვეიციაში არის ყველაზე მაგარი თვითმფრინავების გამოშვება, ყველაზე მაგარი სატელეკომუნიკაციო აპარატურა. ცალკე აღებული ქვეყანა არ არის დიდ გაერთიანებაში და იმდენად ინტეგრირებული არც არის კოოპერაციაში. თვითონ აკეთებს. საქართველოს რითია ნაკლები. ჩვენც გავაკეთებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი დახმარება.
დიდი მადლობა მოსვლისთვის და დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ეს კომპიუტერი თქვენ. ეს უნდა დავარიგოთ? თუ თქვენ დაარიგოთ. აქ არის სერტიფიკატები Ruston Federations და სხვებს საუკეთესო შედეგების მქონე სერტიფიცირებულ მასწავლებლის სტატუსი. მე მართლაც ვიამაყებდი თქვენი ოჯახის წევრების ნაცვლად, როცა ადამიანი ყავს ოჯახის წევრი, ვისაც ასეთი მაღალი სახის დიპლომი აქვს. ეს თქვენ ხართ მართლა ახალი პირველი მერცხლები ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმის წარმატების. მადლობთ.